აფრასიძეს. რო ჩამოვიდიოდი, დავინახე როგორ გამოქონდათ აფრასიძეების სახლიდან მეშოკები, დებდნენ გზაზე და მიქონდათ ვერტფრენისკენ. 30 მეტრის მანძილიდან დავინახე, რომ აფრასიძეების სახლიდან გამოჰქონდათ ტომრები ან ფორმიანებს. ჩამოიტანეს ორღობეში დაალაგეს და მერე მოგვიანებით კიდევ გაიტანეს ვერტფრენის მიმართულებით. თუმცა პოლიციამ შენობიდან არ გამოიტანა ევგენი აფრასიძის გვამი და ის სახლთან ერთად დაიწვა. გავიდა ცოტა ხანი და ერთი შემოვარდა სახლში და ადიელა წაიღო და მეთქი რა თქინდათ და ისაო არაფერიო ისეთიო და მეორე ერთი რომელიღაც შემოვიდნენ და ისო გოჩასთვის უნდოდათო. ესე იგი გოჩას გადააფარეს თურმე ის ადგილა მკვდარი ეგონათ, მაგრამ ამ დროს ექიმს გაუსინჯია და არ არისო სულ მკვდარიო. და მერე გადაუყვანიათ იმაზე ვერტალიოტს. გოჩა აფრასიძე ცოცხალი გადარჩა, მაგრამ არც წინასწარი გამოძიება და არც სასამართლო არ დაინტერესებულა თუ რატომ ჰქონდა უმძიმესი ჭრილობები გოჩა აფრასიძეს, არა ცეცხლსასროლი, არამედ ცივი იარაღით მიყენებული. კიდევ ერთი ეგრეთ წოდებული ადიელა ომეხ აფრასიძეს დააფარეს, რომელიც სახლიდან ოდნავ მოშორებით მეზობლის ღობესთან ეგდო. გამოძიების მასალებით იგი წინააღმდეგობის გაწევის დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა. ირმა აფრასიძე ის მოწმეა, რომელიც გამოძიების ამ ვერსიას თავდაყირა აყენებს. იგი ამბობს, რომ მან დაინახა, როგორ მოჰყავდათ პოლიციელებს სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ომეხ აფრასიძე. იგი ამბობს, რომ ყველაფერი ამ საბძლიდან დაინახა. როგორც კი მიწყნარდა, უფრო მიწყნარდა ეს სროლის ხმა, გამოვედი ჩემი სახლიდან და შემოვედი აი ამ საბძელში, იმიტომ რომ აქედან უფრო ჩანდა იქით მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს სპეცოპერაცია ტარდებოდა და ვიყურები აქედან. და დავინახე, როგორ გამოიყვანეს ომეხი ქვედა ეზოში, თავისი მოძრაობით მოდიოდა, არ ეტყობოდა იმას არაფერი, რომ ან დაჭრილი იყო, ან დაშავებული რითიმე. ოღონდ გაკავებული ჰქონდა ხელები. ჩაიყვანეს გზაზე. ცოტა ხანში ატყდა იქ სროლა. 20 წუთის მერე უკვე გამოვედი ამ საბძელიდან, მაგრამ სანამ ეზომდე მივაღწევდი, დავინახე იქ ხელმარცხნივ ქუჩაში, ტალახში ეგდო მკვდარი კაცი, ადიალა ჰქონდა წაფარებული. გვამი, რომელსაც პლედი ჰქონდა გადაფარებული, ომეხ აფრასიძე აღმოჩნდა. იმ ტრაგედიის დღეს მე აქ არ ვიყავი, როგორც გავიგე ამ უბედურების შესახებ, მე მეორე დღესვე ჩამოვედი სვანეთში, როგორც ოჯახის წევრი და ჭირისუფალი, მე ვარ გოჩა შმაკი და ომეხის დეიდაშვილი. არ ვიცი, როგორ ავწერო, თუ ადამიანმა ის არ დაინახა, ისე აი მე შეიძლება ადამიანი ვერ გადმოსცეს. სხეული იყო დაფლეთილი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აი ძალიან ბევრი ცეცხლსასროლი, აი სხვადასხვა მე არა ვარ პროფესიონალი და არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ეტყობოდა გვამს, რომ იყო სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი. ერთი თირკმელთან გამოიკეთებოდა ერთი ჭრილობა ძალიან დიდი ზომის და იყო დანით დასერილი გვამი მარჯვენა მხარეს. ორივე ფილტვის ორი ისე ნეკნები იყო დასერილი მარჯვენა მხარეს და გუმკების დაცილება ჰქონდა. გამოძიება არ დაინტერესდა თუ რატომ აღმოაჩნდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები ომეხ აფრასიძის გვამს, არც იმით დაინტერესდა არსებობდნენ თუ არა ამ ოპერაციისთვის ხილველები. გამოძიებამ არ დაკითხა არც ერთი მოწმე, რომელიც ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგო ვერსიას გამოთქვავდნენ, თუმცა გამოძიება ვალდებული იყო შეესწავლა საქმის ყველა მხარე. შუბლზე ნაცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ყოიმალის ძვალთან და გამოსული იყო საძილე არტერიასთან. და რაც შეეხება კიდე არ ვიცი ეს მე როგორ გადმოგცეთ, აი მარჯვენა მხარზე აი იღლიასთან იყო აი დაფლეთილი, არ ვიცი ეს როგორ უნდა მოეხერხებიდეს, როგორ უნდა გაკეთებულიყო ის, აბსოლუტურად იყო გამოფლეთილი ეს იღლია. ეს ომეხ აფრასიძის ტანსაცმელია, რაც მას სიკვდილის დროს ეცვა. შესძლებდა თუ არა ასეთი დაზიანებებით და შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ომეხ აფრასიძე თავისი ფეხით გადაადგილებას. და თუ ვერ შეძლებდა, რატომ აღმოჩნდა იგი შემთხვევის ადგილიდან ასე შორს. ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით ჩვენთან არავის არ მოუმართავს. არც იმაზე არავის არ მოუმართავს, რა კანონიერების ფარგლებში მოხდა თუ არა ეს სპეცოპერაცია და ჩვენი მოთხოვნაც რაც შეეხება ექსპერტიზაზე, ჩვენთან განხორციელებული იყო 2 სატელეფონო ზარი, ესეთი მუქარით არ გაბედოთ ექსპერტიზა, არანაირი ექსპერტიზა თორემ ცოცხლებსაც დაკარგავთ.
როცა აფრასიძეების სახლი ცეცხლის ალში იყო გახურული და შეგენი აფრასიძის ცხედარი იწოდა, მინისტრი გია ბარამიძე სვანქალებს ამ დროს კუბდარით გამასპინძლებას თხოვდა. რამდენად აღფრთოვანებული არ უნდა ყოფილიყო მინისტრი აფრასიძეების ამოჟლება და პატიმრებით, ყველაფერი ამასთან ერთად მაინც ამაზერზე მიიღო კუბდარის იმქალებისათვის მოთხოვნა, მისი ქმრები და შვილებიც რამდენიმე მეტრის მოშორებით მისივე ბრძანებით უკანონოდ ყავდათ დაკავებული. სპეცოპერაციის დღეს სოფელ ეთერში რამდენიმე ათეული მამაკაცი დააკავეს. ისინი საბარგო მანქანებით გადაიყვანეს სამეგრელოში და მხოლოდ მომდევნო დღეებში გაათავისუფლეს. ისინი თავს არიდებენ ამ მწარე მოგონებების საჯაროდ გახსენებას. ყველაზე მწარე მოგონება კი ამ ისტორიაში აფრასიძეების ოჯახის ყველაზე პატარა წევრისგან, ომეხ აფრასიძისაგან მოვისმენთ. მეზობლებმა რომ გამომიყენეს სახლიდან კიბი არის და იმაზე რომ ავდიოდით მაშინ ის დავინახეთ რომ ბიძა ჩემი გამოათრიეს კარებიდან და იქ გზაზე გზის პირას დააგდეს. მე ფეხი დააბიჯეს მკერდზე და ისე ამოაგლიდეს ის საბა და მე ჩვენ გითხრეს რომ წადით არ შეიძლება მაგის ნახვა თითქოს და დანაშავეთა შეპყრობის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ჩაიდინეს შემზარავი დანაშაული. მათ დახვრიტეს ომეხ აფრასიძე, შემდგომ გაძარცვეს. ოდნავ მოგვიანებით მის ძმას შმაკი აფრასიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში წინ დაუწყეს ნაძარცვი ნივთები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრნენ. თუ ის არ აღიარებდა ლევან კალაძის გატაცებაში მისი ოჯახის მონაწილეობას, მათაც ომეხ აფრასიძის გზას გაუყენებდნენ. ქუთაისის საოლქო სასამართლოში ჩატარებული ეგრეთ წოდებული პროცესი ეს იყო მეორე სპეცოპერაცია განხორციელებული აფრასიძეთა ოჯახის წინააღმდეგ, როდესაც სამი სრულიად უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა უმკაცრესი განაჩენი, რომლითაც გოჩა აფრასიძეს მიერ საჯა 20 წლით, ხოლო შმაგი აფრასიძეს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. რეალურად მოცემულ საქმეზე არ ჩატარებულა არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიება. არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიების დროს გოჩა და შმაგი აფრასიძეები არ დაკითხულა მიუხედავად იმისა, რომ მათ არ უსარგებლიათ დუმილის უფლებებით. კოლეგიის მიერ გამოტოვებული იქნა პროცესის მთელი ეტაპები. ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ფაქტობრივად არ მომხდარა. არ დაკითხულა ეგრეთ წოდებული დაზარალებულების და მოწმების აბსოლუტური უმრავლესობა. დაცვის მხარეს საერთოდ არ მიეცა შესაძლებლობა წარადგინა მტკიცებულებები და ეს ეტაპიც გამოტოვებული იქნა. არ ჩატარებულა პაექრობა, სადაც ადვოკატები იტყოდნენ დაცვით სიტყვას, განსასჯელებს არ ათქმევენ საბოლოო სიტყვა. თითოეული ჩამოთვლილი დარღვევათაგანი ცალკე აღებული განაჩენის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. მოსამართლებმა თვითონ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, მათ არათუ დაარღვიეს და ფეხქვეშ გათელეს კანონის ყველა მოთხოვნა, არამედ არც მეტი, არც ნაკლები გააუპატიურეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.